მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11-ზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. აქციის მონაწილეების მხრიდან შეტევა და თავდასხმა ტელეკომპანია იმედზე კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გახსნილია, დაკავებულია თურქეთის მოქალაქე. ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელევას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელევამ, ირაკლი ნადირაძემ ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივი მოქმედებებში ჩართვის მიზნით თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. კერძოდ, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელევა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელევამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს. და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს. იმავე დღეს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა არამარძომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ. პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის განცხადების შემდეგ მურთაზ ზოდელევამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისაკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელევა და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისაკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის საკიდებით მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალური და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას. ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ. თავად რათა წინააღმდეგობა გაეციათ სამართალდამცველებისათვის და ხელი შეეშალათ მარწესრიგის აღდგენისათვის. მას შემდეგ რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელევა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში. რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ. აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობე, განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მარწესრიგის აღდგენის მიზნით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად სტრატეგიული ობიექტის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებისა და ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, ხოლო მურთაზ ზოდელევა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.
მურთაზ ზოდელევას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.222 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად 225 მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და 317 მუხლით მოწოდება საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.222 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად და 225 მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. პაატა მანჯღალიძეს ბრალდება 225 მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 4 ოქტომბერს უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებული სპეციალური ღონისძიებებისათვის. მადლობა. ბატონო, ხო საჯარო მოწესრიგებებია იმის სარწმუნოა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა გენერალური პროკურატურიდან. ხელისუფლების დამხობის მცდელობა ჩავარდა, ორგანიზატორები იზოლატორში იმყოფებიან, დაკავებულებს ახლა ადვოკატები ხვდებიან. როდესაც გავეცნობით ბრალის დადგენილებას, როდესაც გადმოგვეცემა საქმის მასალები, შესაძლებელია მაშინ გახდეს შეუძლოთ საუბარი უფრო მეტ დეტალზე საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავს ამ თვალსაზრისით არ ცნობს ის დამნაშავედ, ბრძოლა რა თქმა უნდა გრძელდება. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, შესაძლებელია დღესაც ჩაინიშნოს, შესაძლებელია ხვალ. ბრალი სანამ არ იქნება და კონკრეტულად არ ვნახავთ, რა შედავებიან ჩემი დაცვის შტაბს, მანამდე წინასწარ ამაზე საუბარი ფაქტობრივად შეუძლებელია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა. საქმის მასალებით დგინდება, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით საქართველოს მოქალაქემ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები. საბრძოლო მასალის გამოყენებით კი 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტები უნდა განხორციელებული დამზადებული იყო დეტონატორის პულტიც. ეს გეგმაც სუსმა აღკვეთა. მოიძმო. ყველაფერი აქ არის. რაც შევიძინეთ. არაფერზე არ ინერვიულონ, გადაეციზმო. ყველაფერი იგნა თავის ადგილზე. დავაიძმო. აქციის მონაწილეების შეტევას ტელეკომპანია იმედზე განაგრძობენ. გუშინდელ აქციაზე კიდევ ერთხელ სადეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა. გადამღებ ჯგუფს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქციაზე იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილიც. არა, ხარ მეებს აკეთებ. აქ თქვენი აქცია. რატო არ გადაიღო? საიტია ჩემგან, იმიტომ რომ ჭკვიანურს ვამბობდი და იმით. ხელი დაენებო.
4 ოქტომბერს ქრონიკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებამ ჟურნალისტები და ოპერატორები გამოკითხეს. დუმს ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოები დიპლომატიური წარმომადგენლობებს ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მიმართეთ, თუმცა ქრონიკის კითხვას ამ დრომდე პასუხს არ სცემენ. დეტალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია ჩემზე და ჩემს ოპერატორზე გურამ ხუხუნაშვილზე თავდასხმის ფაქტზე. ჩვენ ვაშუქებდით ათონელის მიმდებარე ტერიტორიას, რა ხდებოდა, როგორ აანგრევდნენ ჯებირებს, როგორ ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს და სწორედ ამის გამო ისინი გვიშლიდნენ, რომ ეს ინფორმაცია მაყურებლამდე სრულად მიგვეწოდებინა, დაიწყეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ჩემ ოპერატორს დაუმტვრიეს კამერა. აინტერესებდა დეტალები, როგორ დაიწყო პროცესი, რის შემდეგ გახდნენ აქციის მონაწილეები აგრესიულები, ვეცადეთ დეტალურად მოგვეყოლა თანმიმდევრობით რა მოხდა. კითხვები ქონდათ უბრალოდ საათ რომელ საათზე და როდის მოხდა, რა თქმა უნდა გავეცით მაგ კითხვებზე პასუხი და რა შეგვეძლო და რანაირად შეგვეძლო დავეხმარეთ ყველაფერში. დამიკავშირდნენ თავად და მოვედი ბუნებრივია იმისთვის რომ იმეწოდებინა მათთვის ინფორმაცია. ჩვენ აქციის მონაწილეები გვეუბნებოდნენ და პირდაპირ მიგვითითებდნენ აგრესიული ტონით, რომ არ გადაგვეღო იქ მიმდინარე მოვლენები. გვეუბნებოდნენ რომ სახე არ უნდა აღბეჭდილიყო აქციის მონაწილეების, რომლებიც ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, ანთებდნენ კოცონს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით 4 ოქტომბერმა ქართული და არაქართული გმირი და ანტიგმირი სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა გამიჯნა. შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თვითმფრინავის თანამშრომელს და კონკრეტულ ვიდეოს აქვეყნებს. ოქტომბერმა გამიჯნა ქართული და არაქართული, გმირი და ანტიგმირი, სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა. მადლობა ამ ვაჟკაცს ბიჭს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს გარედავალებით მოქმედი მოძალადეების თავდასხმისგან იცავდა. პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიშს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ირაკლი კობახიძე წერს, რომ ახლა პარტნიორობის განახლებას ელის. ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას ANO. წარმატებას უსურვებ მას ძლიერი და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩეხი ხალხის წინსვლასა და კეთილდღეობას, საქართველოს მოუთმენლად ელის პარტნიორობის განახლებას და ჩვენს ერებს შორის არსებული კავშირების მეტად გაღრმავებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბათუმში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 91 შეკვრად დაფასოებული სარეალიზაციოდ გამზადებული გამომშრალი მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყალბი დოკუმენტის დამზადება, შენახვა, გასაღების და გამოყენების მიზნით. ამ ბრალდებით კი დაკავებულია თურქეთის 3 მოქალაქე, 1 წარსულში ნასამართლევია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ბათუმში თავიანთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სხვადასხვა სახის ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, პირადობისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ. ამოღებულია დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, პერსონალური კომპიუტერები, სპეციალური ტექნიკა და ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. კოლეგის მიწვევით ჯანდაცვის მინისტრის კონგრესში მონაწილეობდა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის მსგავსი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ქვეყნის ჩართულობას გლობალურ დისკუსიებში და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებას. კონგრესი თურქეთის რესპუბლიკის პირველი ლედის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა, მეცნიერებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს. თურქეთი მართლაც დიდ ინტერესს იჩენს და დიდ ყურადღებას უთმობს სამეცნიერო განვითარებას მედიცინის სფეროში და აი ამ თვალსაზრისით ჩვენთვის რა თქმა უნდა
ეს გამოცდილება და შესაძლებლობა მეორეს მხრივ, რომელიც არსებობს სამეცნიერო განვითარების მიმართულებით მედიცინის კუთხით, რომ იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში და რა თქმა უნდა ეს საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების გაღრმავება ეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაყოფიერი იყოს შესაბამისად ცოდნის გაზიარება, გამოცდილების გაზიარება. ქრონიკა დასრულებულია, პირდაპირ ეთერში 14 საათზე დავბრუნდებით დროებით.